მზიას სოლიდარობა მედიას ძირს ივანიშვილის სასამართლო ძირს ივანიშვილის სასამართლო არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა ცეცხლი ოლიგარქია ქალთა ციხეში, ქალთა კოლონიაში შიმშილობს მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას შეიძლება საფრთხე დაემუქროს და ამ მოსამართლედ წოდებულმა ოქროპირიშვილმა, რომელიც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს წარმოადგენს, უნდა იცოდეს, რომ ყველა გვარსახელს ვიმახსოვრებთ და მას არ ქონდა იმის უფლება, რაც გააკეთა. მან შეასრულა ივანიშვილის პოლიტიკური რეჟიმის, რუსული რეჟიმის დავალება, არც კი მისცა მზიას მისი პატიმრობის გადასინჯვის, გადახედვის შესაძლებლობა, რითიც დაარღვია ყველანაირი უფლება და მან უნდა იცოდეს, რომ მისი კოლეგები, მზიას კოლეგები, ვიდრე ვიქნებით თავისუფლები და ცოცხლები ამ ქვეყანაში. ყოველთვის მოვალთ და გავაპროტესტებთ, ვიდრე მზია იქნება თავისუფალი და ამ ქვეყანაში იქნება ერთი პოლიტიკური პატიმარი მაინც. თავისუფლება მზიას! თავისუფლება პოლიტპატიმრებს! თავისუფლება პოლიტპატიმრებს ჩვენი კოლეგა მზია ამაღლობელი, ჟურნალისტი, უკვე 15 დღეა რუსთავის ციხეში არის უკანონო პატიმრობაში. ის შიმშილობს და მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე. და მისი ჯანმრთელობა საფრთხეშია და ჩვენი მოსამართლე, ეგრეთ წოდებული მოსამართლე ძალიან მშვიდად კვირა დღეს ისვენებს და ძალიან კარგად გრძნობს თავს, მაგრამ ჩვენ გვინდა ეს ყველაფერი გავაგებიოთ, რომ ჩვენც ვიცით მათი სახელები, ვიცით თუ რა გააკეთა და რას აკეთებს ამ ქვეყანაში უსამართლობას თავისუფლება მზია ამაღლობელს! მისი მეგობრები, მისი კოლეგები მოვედით იმისათვის, რომ ჩვენს კოლეგას, გავაპროტესტოთ რომელიც და მოსამართლედ წოდებული, მალხაზ ოქროპირიშვილის უკანონო ბრძანება